მე მაინტერესებს ადამიანს, რომელსაც მენტალური პრობლემები აქვს. გამოსავალი რაში უნდა ეძებოს? საკუთარ თავში მარტო. ანუ დახმარება გჭირდება ადამიანების, მაგალითად, საქართველოში არის ესეთი ტენდენცია, რომ ფსიქოლოგთან არ მიდიან, რომ რა მინდა ფსიქოლოგთან. ეგ არის ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ცრუ წარმოდგენა ფსიქოლოგებზე, რომ თუ დადიხარ ფსიქოლოგთან, აუცილებლად უნდა გქონდეს გიჟი უნდა იყო, რა. ხვდები? კი, მესმის. ვიღაცებს მაგალითად ჩემ ბავშვობაში ცხვენოდათ სკოლაში იმის თქმა, რომ ფსიქოლოგთან დადიან. მე მთელი ჩემი ცხოვრებაა ჩემი მშობლები ფსიქოლოგთან მატარებდნენ, იმიტომ რომ ბევრი რაღაცა ტრამვები, რაღაცა მქონია, ვთქვათ, რაც თვითონ არ უნდათ რომ არასწორად გამოესწორებინათ ჩემთვის და მე სხვა პრობლემა არ დამბადებოდა, ამიტომ სპეციალისტს მიმართეს თავიდანვე. და ფსიქოლოგის დახმარება თუ გჭირდება თუ თulia, ოღონდ ფსიქოლოგი არ არის ადამიანი, რომელთანაც დაჯდები და ის სიას ჩამოგიწერს როგორ დაგეხმარება. არ არის ეგრე. ანუ ისევ გალაპარაკებს, იმიტომ რომ შენვე მიხვიდე იმ დასკვნამდე, რაც უნდა გააკეთო შენ თვითონ შენი თავისთვის. და ფსიქოლოგთანაც უნდა იარო, თუ მედიკამენტოზური დახმარება გჭირდება, იგიც უნდა გამოიყენო, მაგრამ მე მაგალითად მქონდა ეგ გამოცდილება ცხოვრებაში, რომ მომიწია. და ანტიდეპრესანტია საუბარი? ხო. თან ძლიერ ანტიდეპრესანტებზე მომიწია. ოღონდ ეს იყო 20 წლის ასაკში რა. მე მთელი ჩემი ცხოვრება აი ამ რაღაც ეტაპებს გავდივარ.